ტელევიზიის არაჩვეულებრივი ჟურნალისტი, ერთ-ერთი საუკეთესო მთხრობელი, მარიამ ჟავანაძე, იგივე მარია აჭარელი იქნება დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი, რომელიც ახლა ჩამოვა ტელევიზიის მესამე სართულზე. სიმციმას ვეძახი მე ნიკოლოს კაჭარავას, იმიტომ რომ მისი თვალები ასე ანათებს. Привет, ნაზი. ჩამოხვედით? სად იყავი? ჩვენი ლია დეიდა. აი ისიც. მე ჩამოსადობდი მომენატრებ. დიდი ხანი მუშაობდით ერთად, ბევრი რაღაცები გაგვიკეთებდა და ყოველთვის რა არ მოწოდა ახლა ვერ ვიტყვი. ფეხსაცმელებს ვერასდროს ვერ არჩევდა და. სპეციალურად ახალი დილისთვის ემოციებით და ხიფათით სავსე ერეკლე კუპრაიშვილი და მარიამ ჟავანაძე. ამოწე მაინტერესებს დღეს როგორი ფეხსაცმელი ერთი დავი. ხო, აჰა, მის სტილშია უბრალოდ ახლა ზემოდანაა დაფარული. ფეხსაცმელს მართლა ვერასდროს ვერ ვარჩევ, ზუსტად აქვს ჩაგნებული და თან იმიტომ ჩავიცვი მაღლები რომ ანა არის მაღალი. არა, ეხლა მე ანა ვიცის რომ მაღალია და ჩაიცვა დაბლები. ეს გრძნობ ხოლმე, როცა სამონტაჟოდ ჯდები ხოლმე კომპიუტერთან. და ნუ პრინციპში იქ ყოფებისთვის შენ იქ აღარ ხარ. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის რაღაცა ერთგვარი პორტალი იქნება ხოლმე, როდესაც მე ვჯდები ჩემი მასალის დასამუშავებლად. გადაღებები ძალიან მიყვარს და ძალიან მიყვარს სიუჟეტებზე მუშაობა. დასაწყისში ამას რაღაცნაირად ავტომატურად ვაკეთებდი. შიგნიდან რაც მქონდა ის გადმოდიოდა ამ სიუჟეტებში და ადამიანები მეუბნებოდნენ, რომ ძალიან კარგ სიუჟეტებს აკეთებ, ჩვენ შეაღძრავ ემოციას. ნუ, შენ მოგეხსენება ჩემი დაბალი თვით შეფასება, რომელსაც უკვე წლები ავებრძვი. ხშირად მეპარებოდა ხოლმე ეჭვი საკუთარ ძალებში და მე და ერეკლეს ჰქონდა გამოცდილება ვმუშაობდით მინი დოკუმენტურ ფილმებზე, რჩეულ ფრაგმენტებზე და როდესაც წერდი ხოლმე იქ მქონდა მთხრობელის როლი. ოსმალებმა ბათუმი დაიკავეს და რეფერენდუმის გზით მოინდომეს აჭარის მიტაცება. ქობულეთის ვალიფაშამ ფიჭვნარში უამრავი ხალხი შეკრიბა და დახვრეტი დაემუქრა მათ, ვინც საქართველოს მხარეს დაიჭერდა. კაიკაციშვილი თავაწეული მიუახლოვდა ტრიბუნას და ხმამაღლა წარმოთქვა ისტორიული ფრაზა. მე ხმას ვაძლევ საქართველოს. და როდესაც დავასრულებდი და კი მთელ ემოციას ვდებდი ამ ყველაფერში, მაგრამ მაინც მჭირდებოდა ადამიანი, რომელიც მეტყოდა მე, რომ მარია ეს კარგია. აი ესა ვიდექი, ჯონ ტრაvoltasავით, კარგია? ნუ, ჩაიწერა ხო? მორჩა ხო? ესე იგი დუბლი ხო აღარ გადავიღეთ, ანუ გამოდის რომ რა თქმა უნდა კარგია, იცლება რომ კარგია, მაგრამ არა, მაინც მჭირდებოდა ადამიანი, დასტური ვინმესგან, რომელიც მეტყოდა რომ კი, მარია ამას კარგად აკეთებ. და ამას ერეკლე აკეთებდა? ბოლოს უკვე, როდესაც ვეღარ ვღებულობდი პასუხებს და ეს გადავიდა უკვე ძალიან ესეთ ნერვოზულ მდგომარეობაში, ერეკლემ დამიბარა, მაშინ არ ახსოვს. ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები მითხრა რომ მარია, შენ რომ რაღაც არ გამოგდიოდეს, აქ არ იქნები. მარიაში ყოველთვის იგრძნობოდა ის, რომ ანუ მარიას უნდოდა რომ ყოფილიყო დილის ტალღის წამყვანი. რატო გინდოდა? როდესაც ადამიანში თვითშეფასება არის ძალიან დაბალი, შენ თავს უმტკიცებ ყოველ ჯერზე რაღაცას. სანამ აი ამ მტკიცებაში ხარ განვითარების პროცესშიც. ჩემი პირველი ნაბიჯები ტელევიზიაში იყო ის, რომ მე დავიწყე სიუჟეტების კეთება, ვიდექი პირდაპირ ჩართვებში, ხანდახან დუბლიორად და ხანდახან დუბლიორად მომიწია, რომ გამჯდარიყავი პირდაპირ ეთერში. პირდაპირ ეთერი ეს არის ისეთი აზარტი, ანუ იმ დროს, ანუ ყველაფერი გახსნილია და ყველაფერი არის შენს ხელში. ვინც ერთხელ მაინც მჯდარა პირდაპირ ეთერში, ალბათ ექნებოდა ეს შინაგანი შეგრძნება. რომ შენ ფლობ აქ და ახლა ყველაფერს. აქედან გამომდინარე მინდოდა საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა ის, რომ მე ესეც შემიძლია, თუმცა ჩემი ეს ნაბიჯი, როგორც აღმოჩნდა შემდეგ, ძალიან ეწყინათ ყველას პრინციპში, განსაკუთრებით ოპერატორებს, იმიტომ რომ როდესაც სადმე მივდივარ ამის გადასაღებად, მინდა რომ აი ჰაერს როცა ბოლომდე შეისუნთქავ, ყველა წერტილი ესე მაქსიმალურად შევისუნთქო. და მაყურებელს გადავცე. აი თვით შეფასება ახსენე უკვე რამდენჯერმე. შესავალში ვთქვი კიდევაც, რომ ჩემთვის არ ვარ სუბიექტური, ერთ-ერთი საუკეთესო მთხრობელი.
რატო ვერ აღმოიფხვრა ეს პრობლემა? საიდან მოდის? ხადია მოდის ბავშვობიდან და იმ გარემოდან, რა გარემოშიც იზრდება. როდესაც დგებოდა არდადეგები, ყოველთვის მივდიოდით სოფელში, ბებიასთან, მთაში. აი ამ ქალაქურ ცხოვრებას ვიყავი მოწყვეტილი. არ არსებობდა იქ კაცის და ქალის საქმე ცალკე. ყველაფერს თავიანთ პასუხისმგებლობაში იღებდნენ საჭარელი ქალები, ანუ დღე-დაღამ მუშაობდნენ. მე არ მქონდა მაგალითი იმისა, რომ ქალი წესრიგდებოდეს, იპრანჭებოდეს, ეშვებოდეს, ისვენებდეს, სვამდეს ყავას, ეკეკლუცებოდეს მეუღლეს. ოჯახშიც ყოველთვის ორიენტირებული ვიყავით სტუმარზე. არავინ არ იყო ორიენტირებული საკუთარ თავზე. ყოველთვის ვიყავით ორიენტირებული სხვის კომფორტზე. და ასე გავიზარდე მეც, იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო სხვების კომფორტი, ვიდრე საკუთარი. და ამას საბოლოოდ მიმიყვანა იქამდე, რომ გამიჩნდა კითხვები საკუთარ თავთან, რომ ანუ ეს არ იყო ის ცხოვრება, რომელიც მე მინდოდა მეცხოვრა. როდესაც მამამ მითხრა, რომ მეო შენ რო პატრონს ჩაგაბარებო, მერეო იმას შეეკითხები ასო, სადმე წასვლა რომ მინდოდა და გაშვება რომ მინდოდა. აქ უკვე პროტესტი გამიჩნდა, რომ რატო, ანუ მე როდის ვარ მე? კაი, აიქამდე თუ შენთან ვარ მამა და შემდეგ მეუღლემ უნდა მიპატრონოს, მე სად ვარ მე? შემდეგ უკვე დავიწყე აი კითხვების დასმა საკუთარ თავთან და აღმოვაჩინე, რომ მე მაქვს დაბალი თვითშეფასება. მე არ ვიცი მოშვება. მე არ ვიცი როგორ უნდა ვიყო ქალური. მე არ ვიცი როგორ უნდა მოვისვენო და დავისვენო დანაშაულის შეგრძნების გარეშე. მე არ ვიცი როგორ უნდა დავხარჯო ფული. არ ვიცი როგორ გავიმეტო საკუთარი თავისთვის რაღაცა კარგი ნივთი და მივხვდი, რომ ანუ მიცხოვრია სხვებისთვის. ნათესავისთვის, ბიძაშვილისთვის, რა ვიცი, დედისთვის, მამისთვის, ძმისთვის, იმას არ ეწყინოს. ეს კარგად იყოს და აღმოჩნდა, რომ გამოვტოვე ყველაფერი, რაც საკუთარი თავისთვის უნდა გამეკეთებინა. თუმცა ყველაფერი ახლა იწყება ბუნებრივია და ნუ რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანის ცხოვრებაში დგება დიდი კრიზისი, აი სწორედ მაშინ იწყება მისი განვითარების გზა. ესეთი კრიზისი დადგა ჩემს ცხოვრებაში. და აღმოვაჩინე, რომ მაქვს დაბალი თვითშეფასება. ნუ რა ვქნათ, მოდით მარია ვიმუშაოთ. მოდი ვკითხოთ სხვებს, გამოგდის თუ არა შენ ეს საქმე. სხვებს როდესაც ვეკითხებოდი, რომ იმ ემოციით არ მეუბნებოდნენ, რომ შენ ხარ კარგი, როგორი ემოციაც მე მინდოდა, ხვდები და აქედან გამომდინარე მივხვდი, რომ სწორედ შენ ხარ ის ადამიანი, შენ ხარ ის წერტილი, ვინც საკუთარ თავს აიყვანს, ვინც საკუთარ თავს განავითარებს, ვინც საკუთარ თავს ანუგეშებს, შეაფასებს და აქედან გამომდინარე იზრდება უკვე შენს ყველაფერში, მენტალობაში, ორგანიზმში, სულში თვითკმარობის შეგრძნება. როდესაც ადამიანი ხარ თვითკმარი, უკვე ხარ, ანუ ურყევი, გაქვს შენი პოზიცია და გაქვს შენი ადგილი, შენი წერტილი. რომლიდანაც რთულია ვინმეს ემოციამ, ან ვინმეს რაღაცა პრეტენზიამ გადაგიყვანოს გზიდან. სხვა რელსებზე გადაგიყვანოს, იმიტომ რომ შენი პოზიცია გაქვს გათვითცნობიერებული. ნახე, ანუ პოზიცია გქონდეს და ფიქრობდე რომ მე სწორად ვიქცევი გაცნობიერების გარეშე, აი კატასტროფამდე მიგიყვანს. მაგრამ შენ როდესაც დგახარ შენს წერტილში და ეს ყველაფერი გაცნობიერებული გაქვს, ანუ გაცნობიერებული რას ნიშნავს? ანუ შენი თავი მიღებული ყავს ყველა კუთხით. ანუ დადებითი მხარე და არსებობს კიდევ ჩრდილოვანი მხარეები, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობს ზოგადად. არა მარტო საკუთარ თავთან, არამედ სხვებთან ურთიერთობაში. აი ჩრდილოვანი მხარეების აღმოჩენა ჯერ, მათი მიღება და ამ ყველაფრის რაღაცა ნათელში გადაყვანა კიდე ცალკე სამუშაო თემაა და არავინ არ თქვას, რომ არა მაქვს ჩრდილოვანი მხარეები. ბალანსი. რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველგან და ყველაფერში, თუნდაც სიყვარულში. სულ ყოველთვის მახსენდება ხოლმე ზელანდის ქანქარები, ალბათ წაკითხული გაქვს, მოსმენილიც გაქვს. აი ეს დაიწონას სქემა, რომელიც მუშაობს ყველგან. ხანდახან ხდება ისე, რომ კარგავ ბალანსს და ჩემს ჭარ პოტენციალს მიმართავ საქმეში. მაგრამ როდესაც ეს ხდება, აუცილებლად რაღაცა ხდება ოჯახში ისეთი, რაც ჩემს ყურადღებას იქცევს, ან ბავშვს აქვს სიცხე, ან ვიღაცას რაღაცა ტიპის დახმარება ჭირდება, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ მე მოვაგვარებ და ამით უკვე მე ხვდები, რომ ხდება გამოფხიზლებელი, იმიტომ რომ არ უნდა გადავარდე ადამიანი უკიდურესობაში. ჩემთვის არ არსებობს მაგალითად რაღაც უკიდურესობა და ჩარჩო. მე თუ ავირჩიე ერთი რომელიმე კონკრეტული ადამიანი, რომელსაც ვუსმენ, გადის რაღაც პერიოდი, მე ავიღე მისგან ის, რაც მინდოდა და გავუშვი.
შევიმეცნე და გავუში, მე არ ჩავრჩი, ანუ მე არ გავხდი რაღაც მიმდევარი და რაღაცა დაბრმავებული ფანატიკოსი, რომელიც მხოლოდ იმის სიტყვაზე დადის და მორჩა. ამის მაგალითად სადგურო იყო პერიოდი, როდესაც მე და შენ შეგიჟებული, ძალიან შეყვარებულები ვიყავით სადგუროზე, მაგრამ რაღაც ამოიწურა. მივიღეთ სადგუროსგან ის რაც მნიშვნელოვანი იყო, გავცხრილეთ და გავუშვით. აი ესე ზედაპირულად შეიძლება ბედნიერება დაარქვა ყველაფერს. იქ რაღაცა საყვარელ საქმეს, საყვარელ ადამიანთან დროის გატარებას, შვილებთან დროის გატარებას, გართობას, მეგობრებს, აი ეს მაინც ყველაფერი ზედაპირია, რაც ძალაუნებურად ადამიანურიდან გამომდინარე შეიძლება დაგაკარგვინოს ბალანსი და სადღაც მაინც მიმართო ჭარბი პოტენციალი. საბოლოო ჯამში მე პირადად ჩავაგენი, რომ ჩემთვის პირადად ბედნიერება არის სიმშვიდე და როცა ჭარბი პოტენციალი მაქვს მიმართული თუნდაც საქმის მიმართ, ეს უკვე ვიცი, რომ სიმშვიდეს მირღვევს. შესაბამისად, მე როცა ამას აღმოაჩენ, რომ რეალურად სიმშვიდე გინდა ადამიანს, შინაგანი ჰარმონია. აუ ნახე რა ხდება. სიმშვიდეს გირღვევენ ანა. აბა სად არის? აი აქეთ მოდი. აი. პრინციპში ისიც სიმშვიდეა. სანამ მე აქ ვდგავარ ამ წერტილში და გიყურებთ თქვენ, ჩემთვის არსებობს ეს სამყარო. მე თუ აქ არ ვიქნები, ეს სამყარო არ იქნება. ანუ გამოდის, რომ სამყაროში მე თვითონ თავად ვარ ისევ სამყარო, რომელიც ამ სამყაროს აღიქვამს. ანუ მე გაძლევ სიცოცხლეს შენ და ყველაფერს რაც ჩემს ირგვლივ არის. თუ მე არ ვიქნები, არ იქნება ეს არაფერი, მაგრამ რაღაც იქნება, მაგრამ მე არ ვიქნები. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი ვარ სწორედ მე. ოღონდ მე ეგოცენტრიკულად მნიშვნელოვანი კი არა, მე ვარ უბრალოდ მნიშვნელოვანი. მე უნდა აღიქვა, მე უნდა შევიგრძნო, მე უნდა ვიყო მე. და შემდეგ მოდის სხვა დანარჩენი. აი ზუსტად ესეც რა თქმა უნდა აღზრდის სიტუაციის გარემოების შედეგია, რომ ვფიქრობთ იმას, რომ აი სადაც მთავრდება ჩვენი თავისუფლება, იწყება სხვისი თუ სადაც იწყება სხვისი მთავრდება ჩვენი. თავისუფლება ჩემი გაგებით არის უკიდეგანო და ამ თავისუფლებაში შენ შეგიძლია შეიგრძნო შენი თავი ბოლომდე. შეიძლება ერეკლე ქუჩაში სეირნობის დროს უბრალოდ გავჩერდე, ჩავრთო მარსიანელი და დავაკვირდე ჩემს ირგვლივ რა ხდება. როგორი ხეებია, როგორი შენობა, აი ეს როგორ ყოფილა კაცო, არასწორად ყოფილა დაგებული. აქ ხავსი ამოსულა. გაცნობიერებული ცხოვრება. ანუ ეს ხავსი ნახე რა ლამაზია. უბრალოდ შეხედე როგორი მწვანეა. არადარა მზერო არ იყოს, ეგეთი მწვანე არ ექნება და შეფერილობაც არ ექნება. ეს უნდა იგრძნო, ანუ შეუძლებელია ამის გადმოცემა. უბრალოდ გაჩერდი და დააკვირდი მდგომარეობას აქ და ახლა. აი რა მაგარია, რომ ახლა აქ ვდგავარ, ამდენი კამერა მიღებს. მესაუბრება ჩემი საყვარელი ჟურნალისტი, მეგობარი, კოლეგა. სუნთქავ, გრძნობ ყავის გემოს. და რა? მანუ რატო მეუბნები ამას? მე რა? მე ვარ. და რა მე? მე რომ ვარ, იქნებ ოდესმე ჩემი ეს მდგომარეობა. მე რა მე? ჩემი ეს მდგომარეობა გადმოვიდეს შენზე, იმიტომ რომ ჩემში როდესაც გაზრდილია ვიბრაციები და მე ვაშუქებ, შენ ვერ ხედავ. ჩვენ ახლა ერთმანეთს ხედავ ფიზიკურ დონეზე, თორე აქ კიდევ არსებობს რაღაცა ველი, რომელიც ანუ რომელშიც შემოხვალ ან კარგად გახდები, ან ცუდად. შენ ეს ყველაფერი შეეცადა რომ ზუსტად შენ საქმეში გადმოიტანო რა. ჩვენ ახლა ძალიან დიდი არეალი გვაქვს იმის რომ ეს ამბავი მივიტანოთ ყველასთან. კი, ეს გადმომაქვს კიდევაც, ანუ ეს გადმოგვაქვს კიდევაც ჩვენ საქმეში. ამაში მთელი არსი ამ ყველაფერს. მესმის. ეს ხელოვნება რაც ჩვენ თავში ვიპოვეთ. ჩავდოთ საერთო საქმეში. აი პროცესია. ყველაფერი მაინც იქამდე მიდის, რომ შენ უნდა იპოვო შენი თავი და შენი უნიკალურობა. როდესაც შენ თავს ჩააგნებ, უკვე მერე მოდის სხვა რაღაცების რეალური სიყვარული, თუნდაც პატრიოტიზმი. მერე მოდის და მერე შენ გრძნობ, რომ ვაუ, ესე იგი მე რომ უნიკალური ვარ, ანუ მე რომ ჩავაგენი ამ წერტილს, დავჩნდი საქართველოში. საქართველო ჩემთვის აი მართლა უნიკალური ქვეყანაა და მე მთელი არსით გრძნობ, თვითონ დედაინაში. დაშიფრულ იმ დიდ სიმართლეს, რომელიც თავის დროზე აუცილებლად გამოაშკარავდება და აუცილებლად გადაატრიალებს მთელს ისტორიას. და ზუსტად ის განსაკუთრებულობის ის შეგრძნება, აი ხშირად ვამბობთ, რაც ჩვენ ვართ, ქართველები ვართ. ჩვენ ახლა ამით ვუტრირებთ და შეიძლება რაღაცა ვაქილიკებთ ამ სიტყვებს, მაგრამ ამ სიტყვების მიღმა იმალება ის, რომ ჩვენს არს, კავკასიელობას ზოგადად აქვს არა მარტო რაღაცა
ენერგიის ძალა, არამედ ცნობიერი აქვს ამ ყველაფერს და მაგიტომაც გადავრჩით აქამდე. ამ ხელა იმპერიები დაინგრა და დაიშალა, ხო? მაგრამ ჩვენ მაინც ვართ და 3 მილიონი ადამიანი ქართულად მეტყველებთ და არა მარტო ქართული, აქ არის მეგრული, აქ არის ლაზური, აქ არის სვანური, ანუ მთიანეთში და მთიულეთში 19 ნაოჭი აქვს ხინკალს. რატომ? იმიტომ რომ იქ არის 1 და 9. ანუ ეს არის ის ციფრები, რომლისგანაც მთლიანად სამყარო შედგება. ჩვენ ხო ვამბობთ, რომ ყველაფერი ციფრებია და სამყარო მათემატიკა, ანუ სად იცოდნენ? ყველაფერში იმალება ეს ცოდნები, მაგრამ ჩვენ ეს ვიცით ძალიან კარგად, თუმცა ეს ცოდნა გვჭირდება რატომღაც შესაჯიბრებლად რა. აი, მაგალითად, ფრანგი, როდესაც ჩამოვა და გეტყვის და ისე სიყვარულით მოგიყვება, მქონია ეგეთ შემთხვევები თავის ღვინოზე, ისეთი სიყვარულით გიყვება, გაცნობიერებლად გიყვება და ამ დროს გახსენდება შენ რომ, იცი, მოიცადე კაცო, ჩემს ქვეყანაში ღვინოს 8000 წლიანი ისტორია აქვს. აი, შესაჯიბრებლად გჭირდება ეს ინფორმაცია და ისტორიის ცოდნა და არა იმისთვის რომ შენ თვითონ გააცნობიერო ის რომ შენ თვითონ ქართველი ხარ უნიკალური, ქართველი გენია უნიკალური, ეს თვითონ მიწა ატარებს ენერგეტიკულად ისე დიდ ძალას რომ ათასობით პორტალია რა. არსებობს უამრავი მეცნიერი რომელიც ამტკიცებს, ლაზურში ეძებს გენიალობას ქართული ენის, მეგრულში ეძებს ამას. რაღაცნაირად ვცდილობ, მაგრამ ბოლომდე მეც არ გამომდის, რომ გავაშუქოთ ეს, მხარი დაუჭიროთ ამ მეცნიერებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ქართული ენა არის უნიკალური. როცა ამას თითეული ქართველი გაიზიარებს, ალბათ მაშინ მოვა ის დრო, აი იმ გაერთიანების და იმ საქართველოს გაბრწყინების დრო, ალბათ საქართველოს იბერია გაბრწყინდება, საქართველო გაბრწყინდება, ალბათ სწორედ ეს იგულისხმება, რომ ყველა ქართველის გონებაში მოვა ის აზრი დაფიქსირდება და შეუსიხორცდება, რომ ქართველი და ქართველობა და ქართული ენა არის უნიკალური რა. ჯერ ჩვენი დროშა, ჯერ ჩვენი საქართველო და მერე სხვა დანარჩენი. ოღონდ ეს ყველაფერი იწყება მე ვარ უნიკალური. აი რატომ მიყვარს ჩემი საქმე და რატომ მაქვს არჩეული ეს შემოქმედების ეს მიმართულება. მე მინდა რომ ადამიანებამდე მივიტანო ის ცოდნა და ის უნიკალური ადგილები, რომელიც საქართველოში არის და შეგრძნების დონეზე, განცდის დონეზე, ან ტელევიზორთან მსწნომ ადამიანს ვაჩვენე რომ ისპანის ტორფები თუნდაც ქობულეთში, რომელიც უბრალოდ ჭაობია და შეიძლება არც კი შეხედო, არის უნიკალური მიწა. მიწა და ტორფნარი, რომელიც სხვაგან მთლიან დედამიწაზე რომ ავიღოთ არ არსებობს. და ზუსტად აქ ჩავსვამ ერთ კადრს ხვამლის მთაზე, რომელიც შენ გადაიღე ახლა ბოლოს. აქ ჩავსვამ. კი, ხვამლის მთა მეძახდა რამდენიმე წელია და ძალიან მინდოდა ასვლა, იმიტომ რომ ამ მთას ძალიან ბევრი რამ უკავშირდება, ანუ ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა შეიძლება ასე ითქვას და არის ეგეთი საკრალური მთა და თან ნათქვამია ქართულ მემატიანეებში, რომ როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად გაუჭირდება, სწორედ მაშინ გახსნეს ის ხვამლის მთა თავის საიდუმლოს და იქ ბევრი ადამიანი ჩავწერე და ესეთი ფრაზა გააჟღერეს, რომ ალბათ ქართველებიო ჯერ არა ვართ ღირსიო, რომ თამ გახსნას თავისი საიდუმლო. ენერგეტიკა აქვს. თითოეულმა ჩვენგანმა რომ რაღაც წვლილი შევიტანოთ ამ ქვეყნის განვითარებაში ჩვენი საქმით და ჩვენი საქმისადმი პასუხისმგებლობით და სიყვარულით მიდგომით, მე ვფიქრობ, რომ სწორედ აი ეს პროცესი იქნება ამ ქვეყნის განვითარების პროცესი. სულ მესმის ხოლმე ამ ბოლო დროს, რომ აი ეს რაღაცა პრეტენზიები, ასე შემდეგ, შენ რა გააკეთე? შენ რა გააკეთე ამ ხნის განმავლობაში შენი ქვეყნისთვის? შენ რა წვლილი შეიტანე შენი ქვეყნისთვის? შენ რა აგური დაადე ამ ქვეყნის განვითარებას? სულ მუდამ რო სხვისგან ითხოვ. ანუ დამოუკიდებლობა ხო ეგ არის, რომ შენ დამოუკიდებლად გადადგა ნაბიჯი და შენი ქვეყნის განვითარებაში შენი პირადი წვლილი შეიტანო და როცა 4 მილიონი ადამიანი შეიტანს თავის წვლილს ამ ქვეყანაში, ალბათ მაშინ გაბრწყინდება, როგორც შენ თქვი. მაგრამ თავი და თავი მაინც იქ არის, რომ ჯერ საკუთარი თავი უნდა იპოვო, რომ სხვა დანარჩენი ეს უნიკალურობა აღმოაჩინო, რაც მართლა ყველგან არის, ყველა საქართველოს ყველა კუთხეში არის მიმობნეული და შემონახული. სულიერი განვითარების პროცესი როგორია? ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს. ან შეიძლება საერთოდ არ მოხდეს.
და როგორც უკვე აღნიშნე, სულიერი განვითარების პროცესი იწყება ძალიან დიდი კრიზისით. ფაზები აქვს ხოლმე ამას და პირველი არის 33 წლის ასაკში, 24 წლის ასაკში, მერე 20 ცოტა გამოფხიზლებაა, მერე 33 წლის ასაკში მოდის ძალიან დიდი კრიზისი და ეს კრიზისი, აი როგორ გაივლია ამ კრიზისს, ყველაფერი აი ამაზეა დამოკიდებული. პირველი, რაც გემართება, იცი რომ სადღაც ხარ უბრწყულში გადავარდნილი და არაფერი არ გინდა, ყველაფერი კარგავს აზრს და როდესაც ყველაფერი კარგავს აზრს და ხდება განულება, აი ამ სკერზე ცოტა ხანი უნდა იყო და ეს განულება უნდა შეიგრძნო, უნდა გაჩერდე იმ სკერზე, უნდა გაანულო, ძალიან მტკივნეულია. ძალიან მტკივნეულია ეს პროცესი, მაგრამ როდესაც აი ამ რატო ამ მტკივნეულია? განულდება, იმიტომ რომ შენ ხვდები შენს თავდაპირველ მეს. იმიტომ რომ მწარე აღიარო ის, რომ აქ იყავი არასწორი. ძალიან რთული აღიარო ის, რომ აქ ვიღაცის გშურდა. ძალიან რთული აღიარო, რომ ხო აი აქ მსხვერპლზე წახვედი რა და შენი სრულის წინააღმდეგ წახვედი რა. აღიარო ის, რომ შენ ვიღაცით манипуლირებდი ამდენი ხანი და უბრალოდ იმიტომ იყავი ბედნიერი. და რამდენ ხანი შეიძლება ეს აღიარების პროცესი გაგრძელდეს? შენ შემთხვევაში აი რამდენი წელი? ჩემი კრიზისი გრძელდებოდა დაახლოებით 10 წელიწადი. 10 წელიწადი ვეძებდი კითხვებზე პასუხს და ვერ გავუშვი ადამიანი, რომელიც მეგონა რომ ამ ადამიანმა მთელი ცხოვრება დაამინგრია. და სინამდვილეში მე დავანგრიე ყველაფერი. და ამის აღიარება ძალიან რთული იყო. ესე იგი, ჩვენ გქონდა ახლა მცირედი პაუზა, იმიტომ რომ დაახლოებით 20 წუთი მიდიოდა აქ ცხარე კამათი, რომ თუ შენ სულიერი მე ესე გავიგე, თუ შენ სულიერი განვითარებისკენ ისწრაფვი, შემდეგ ხდები გარიყული სხვებისთვის და რაღაცა ეგოიზმშიც კი დაგვდო ბრალი ჩვენმა ძვირფასმა ოპერატორმა, რომ თუ შენ თქვათ საკუთარ ჰარმონიაზე და საკუთარ სიმშვიდეზე ხარ ორიენტირებული, ამით შეიძლება სხვები გამოგრჩეს. როდესაც იწყებ ხოლმე სვას საკუთარი თავისკენ, მოდი ესე არ დავარქვათ სულიერი განვითარება და დავარქვათ გზა საკუთარი თავისკენ, ესე დავარქვათ ამ პროცესს. როდესაც მიდიხარ ბუნებრივია, შენს ირგვლივ ყველაფერი სხვანაირად ლაგდება. აბსოლუტურად ყველაფერი სხვანაირად ლაგდება. შეიძლება ჩამოგშორდეს მეგობრები, ნათესავები, კოლეგების ნაწილი. და რჩება შთაბეჭდილება, რომ შენ რჩები გარიყული. თუნდაც აი ესაუბრები ადამიანს, ის რაღაცა სიტყვებს გეუბნება, ეს სიტყვები რაღაცა სიხშირით მოდის შენამდე, მაგრამ არსებობს ერთი სიტყვა, რომელმაც დაგაფიქრა, ან შენში ემოცია გამოიწვია, მოგხვდა გულზე. როდესაც შენ ხარ ზედაპირზე, ამ შემთხვევაში გადადიხარ ჩხუბზე. მაგრამ მე ჩხუბზე, ხო, შედიხარ კამათში, გადადიხარ ჩხუბზე, რაღაცას მტკიცების რეჟიმზე. მაგრამ საუბრის დროს თუ უცებ აღმოვაჩინე, რომ რომელიმე სიტყვა ასე ვიტყვი, ხო? გულზე მომხვდა. ვახ, ესე იგი ახალი საქმე მომეცა. ახალი საქმე მომეცა, ესე იგი რატომ მომხვდა ეს გულზე? რატომ ამაფორია აქ ამ კონკრეტულმა წინადადებამ? რა არის ჩემში დასამუშავებელი და რამ გამოიწვია ჩემში ეს ემოცია? და მე აუცილებლად ვიპოვე ამაზე პასუხს. და კი, ამ დროს მართლა ხარ, არის ეს შეგრძნება, რომ ხარ გარიყული, მაგრამ ეს არ არის საშიში. ეს არ არის საშიში, უბრალოდ უნდა აღიარო და მიიღო ის მოცემულობა, რომ შენ ხარ უმცირესობაში და მორჩა. და ეგ არის ყველაზე მაგარი პროცესი, როცა შენ უკვე სხვასთან აღარ გაქვს პრობლემა და ხვდები, რომ პრობლემა არის შენში. როცა შენში პრობლემები აღარაა, ირგვლივაც პრობლემები აღარაა ხოლმე რა. გარიყულობაზე მინდა გითხრა, რომ აი ხშირად მოუწიათ ჩემთვისაც შენიშვნა, რომ ანუ ეს დაფრინავს, ეს სადღაც გასულია, ეს სხვაგანა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა ხდება ამ დროს, როცა შენ და თუნდაც შენი ახლობელი ადამიანები სხვადასხვა სიხშირეზე ხართ? ისეთი ძლიერი კონტაქტი აღარა გაქვს და თუ ხვდები, რომ ეს ადამიანი შენთვის საყვარელია და ამ ადამიანთან გიწევს ურთიერთობა, უბრალოდ ამ შემთხვევაში უნდა გააზარდო მიმღებლობა. და უნდა უთხრა შენს თავს ის, რომ ყველა საკუთარი გზა აქვს
იყო პერიოდები, როდესაც მაგალითად მე შევდიოდი სხვის კარმაში და ვამბობდი და ვუმტკიცებდი, რომ ეს ასე არ არის, შენ არასწორად მიდიხარ, ასე და ასე, რაც რა თქმა უნდა უდიდეს ენერგიას და ძალისხმევას მოითხოვს და შენ უფრო შორდები ამ ადამიანს. მაგრამ როდესაც შენ დუმილით ხვდები ამ ყველაფერს და ხედავს ის ადამიანი, რომ გააქვს ამ ყველაფერსადმი მიმღებლობა და უბრალოდ უღიმი და ისმენ მისას, აუცილებლად გაჩნდება მასშიც კითხვები და ის ამ კითხვებს საკუთარ თავს დაусმევს. მნიშვნელოვანია მივიღოთ ის გარემო, მნიშვნელოვანია მივიღოთ ადამიანები განსხვავებული აზროვნებით, განსხვავებული სულით და უბრალოდ შეიყვარო. დღევანდელ რეალობაში, დღევანდელ სამყაროში ძალიან რთულია რომელიმე ნარატივის ასე მორევში არ მოექცე. როგორ არ უნდა გახდე სხვისი ნარატივის მტყვე და რაღაც არ იქცე სხვის იარაღად. თუ შენ თავის თავში თითქმის ყველა კითხვაზე, რომელიც აქამდე დაგებადა, პასუხი გაქვს ბოლომდე გაცემული და როდესაც შენი იცი ზუსტად დარწმუნებული ხარ შენს პოზიციაში, შენს გზაში, მაშინ შეუძლებელია ვინმესთვის იარაღად იქცე. შენ მაგალითად შეგიძლია მითხრა, რომ თმის ფერი არ მიხდება. მე შემიძლია შენთან შემოვიდე კამათში. რომ რას ქვია არ მიხდება, მე ამაზე ბევრი ვიმუშავე, ყველა მეუბნება რომ მიხდება, რატომ მეუბნები ამას? ესე იგი, სადღაც დარწმუნებული არა ვარ მეც, თუ შემოვდივარ კამათში, რომ ეს თმის ფერი არ მიხდება, მაგრამ თუ შენ მეუბნები მე რომ მარია შენ გაქვს ახლა ვარდისფერი თმები და მე გამეცინება და გეტყვი რომ არა. მაგრამ გულზე არ მომხვდა. ანუ მე ვერ ვიქცევი იარაღად. შენს ხელში. აი ამ მარტივი მაგალითით თუ შეიძლება იქნას. თუ მე ბევრი მხარე მაქვს ჩემში დამუშავებული და მე ვდგავარ მყარად იმ ჩემ სწორ და უნიკალურ წერტილში, რომელსაც ჩავაგენი, ვერანაირ შემთხვევაში ვერ გავხდები იარაღი შენს ხელში. რას მომცემს ეს მე? ეს არის ყველაზე მთავარი კითხვა ალბათ, რომელიც საკუთარ თავს ხშირად უნდა დაუსვათ. თუნდაც კამათში შესვლის დროს, თუნდაც იმის დროს, როდესაც დაუშვათ სხვა ადამიანს გავაკრიტიკებთ, ნაშრომს გავაკრიტიკებთ, ნებისმიერ სიტყვას, ხმის ამოღებას რომ დავაპირებთ, უნდა დაუსვათ ჯერ პირველ რიგში საკუთარ თავს კითხვა, რას მომცემს ეს მე? გიჟდები ამ კაცზე. გამარჯობა. გამარჯობა ლამაზმანებო, ბედნიერება და ჯანმრთელობა თქვენ. აი ნიშანი. აი ბედნიერება რა არის? სულიერი ჰარმონია. Что такое счастье? ბედნიერება? მე თავად ვარ ბედნიერების მთავარწყარო. ჩემგან გადმოდის ბედნიერება, სიხარული, სიყვარული, სულის და სხეულის ჯანმრთელობა. მე თავად ვარ სიცოცხლე, ყოფიერება და არსებობა. სად დაგვიდასტურებ? და რაც მთავარია, მე ვარ წყარო სიყვარული, ექსტაზის, ბედნიერების, სიამოვნების. მე ხშირად მეკითხებიან, ვარ თუ არა ინდოეთში ნამდვილი. მე თავად ვარ ინდოეთის ნამდვილი და ინდოელებიც კი მე. მე შევქმენი იერუსალიმიც. რეკომენდაციას გიწევთ დაბრუნდეთ ბავშვობაში. მოდით ერთად ვიხტუნოთ ცალფერზე. საიდან მოვიდა? ამაზე მეტი დასტური რა გინდა ყველაფერს, რასაც მარია ლაპარაკობს. მოვიდა აგერ ღვთისმიერი კაცი და გაადასტურა. ძალიან მიყვარ ხარ მარია და მადლობა რომ ხარ ჩემს ცხოვრებაში. მადლობა შენ, იმიტომ რომ ძალიან დიდი და გარდამტეხი როლი ითამაშე შენს ჩემს ცხოვრებაში და დარწმუნებული ვარ, ასეც გაგრძელდება და კიდევ ძალიან ბევრი რეფლექსია გვექნება ერთად. შენი გადაცემის ყველაზე მთავარი მამოძრავებელი ღერძი რა არის, იცი? ხო, ყველა გადაცემას უყურებ აბსოლუტურად და ნუ კომპლიმენტებით მინდოდა დამეწყო თავში, მაგრამ ისე დამხვდით, რომ მეც დავიბენი. მთავარი ღერძი ამ გადაცემის არის ის, რომ თავიდან იწყებ მართლა ეს ზედაპირზე ხარ, ცხოვრებას გავს შენი გადაცემა, იმიტომ რომ ჯერ ხარ ზედაპირზე, მერე მიდიხარ კრიზისამდე, მერე ჩადიხარ ფსკერზე, იქ ფართხალე ბოლომდე, მერე ნენელა ამოდიხარ. თავარ კითხვებს პასუხს ცემ და ეს სვლა, რომელიც შენ გადაცემაში არ ჩერდება და დადიხარ და ბედნიერების ჰორმონებსაც ამუშავებ, იმიტომ რომ ვიცით რომ სეირნობა ძალიან სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ბოლოს უკვე როცა უნდა დასრულდეს და გონია რომ უნდა დასრულდეს, სწორედ მაშინ იწყება. და ჩვენ არ გვახსენე, ხო? ჩვენ როგორ დავდივართ? თქვენ ფანტასტიკურად დადიხარ და მე აღფრთოვანებული ვარ თქვენით. ის კადრები, რომელიც ყოველთვის ყურებისას მხდება ანას გადაცემაში, ანუ
აღფრთოვანებული ვარ. აი თვალს ვერ ვწყვეტ და კაცის ორმაგი შრომა ესე ჩანს. აი უკან ასეც უნდა იყოს. გადაიღებ ფეხები. ჩვენ უკან მივდივართ. როგორ უკან დადიხარ. უკან დავდივართ. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ გაეცით და ჩვენ მივიღებთ. კაი, მოდი მე რომ შემდეგ ისე დაგიბრუნო. არასდროს არ მithქვია და მაშინ მეც პატარა ამბავს ვიტყვი, რომ ანუ ამ გადაცემამ ჩემ ცხოვრებაშიც, ნუ თავიდან შეიძლება ანუ არაფერი არ ჩათვალო რომ მოხდა, იმიტომ რომ შენ საქმეს აკეთებ და რაღაცები, მაგრამ საშუალება მომცა მეც და მე ვფიქრობ ბიჭებსაც, რომ რაღაცებში კითხვები დაგვესვათ. აი ჩართულობა ამაში შენი თავის ძიებაც არის იმ რესპონდენტებთან ერთად და იმ განსხვავებულ ადამიანებთან ერთად, ვისთან ერთადაც დადიხარ და ხარ რა და კაი გადაცემა. ხოთა შორის მარიას ვამოწმებინებ ხოლმე, ჩემი ესე კადრგარეშე რედაქტორია და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მარიას ამ გადაცემის ზოგადად არსებობაში, იმიტომ რომ თანადგომა იყო უზარმაზარი მარიას მხრიდან და ახლობლური განცდები მეუფლება ხოლმე ჩემი რესპონდენტების მიმართ, იმიტომ რომ ყოველი მათგანი ჩემივე განვითარების წყარო ხდება. ძალიან დიდი მადლობა ამ გამოცდილებისთვის. აი ჩვენ საქმეს ვაკეთებთ. ძალიან დიდი მადლობა ამ გამოცდილებისთვის და უნდა ვაღიარო რომ ძალიან რთული ყოფილა რესპონდენტება და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა იდგე აქ და უბრალოდ ისაუბრო თუნდაც საკუთარ თავზე. მადლობა ამ გამოცდილებისთვის. მადლობა შენ რომ ხარ ჩემს ცხოვრებაში და ჩემი უახლოესი, ჩემი სულის მეგობარი.